ეს არის ბომბის თავშესაფარი კიბუც რეიმთან, ეს სწორედ ის ბომბსაცავია, სადაც გმირი ანერ შაპირა ტერორისტებთან შერკინებაში დაეცა. ანერი და მისი მეგობრები ნოვას ფესტივალზე იმყოფებოდნენ, მასთან ერთად იყო მისი ბავშვობის მეგობარი ჰერშ გოლდბერგ პოლინიც, როდესაც არაკეტო შეტევა დაიწყო. ისინი მანქანით წამოვიდნენ და გზის პირას სწორედ აქ გაჩერდნენ, რათა თავი შეეფარებინათ ამ ბომბსაცავში. 22 წლის უიარაღო ჯარისკაცი ნაჰალის ელიტური ბრიგადის სადაზვერვო განყოფილებიდან ანერ შაპირა და მისი მეგობრები იყვნენ ბოლო ადამიანები, ვინც თავშესაფარში შევიდნენ. თუმცა მალევე გააცნობიერეს, რომ ტერორისტები გარეთ იკრიბებოდნენ და თავდასხმას გეგმავდნენ. ანერი თავშესაფრის კართან დადგა და ვიდეოში, რომელიც შემდეგ გამოქვეყნდა, ჩანს, როგორ იჭერს ცარიელი ხელებით და უკან აგდებს 7 ყუმბარას, მანამ სანამ მერვე ყუმბარამ მისი სიცოცხლე შეიწირა. თავშესაფარში გახიზნული 27 ადამიანიდან მხოლოდ 7 გამოვიდა ცოცხალი, ანერი და მრავალი სხვა. მათ შორის აიელ თარნინი, ლაურ აბრამოვი, თამარ სამეთი და სეგევ კიჟნერი თავშესაფარში დახოცეს. 4 ადამიანი გაიტაცეს: ალონ ოჰელი, ელია კოენი, ორ ლევი, რომლის ცოლიც ეინავიც იქვე მოკლეს და ანერის ბავშვობის მეგობარი ჰერში, რომელიც ტყვეობაში 1 წლის შემდეგ მოკლეს ტერორისტებმა. ანერ შაპირა იყო გმირი, რომელიც გვიცავდა, ის იყო ანგელოზი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლე. ასე იხსენებს თავდასხმას გადარჩენილი აგამი ანერ შაპირას. აღსანიშნავია, რომ ანერ შაპირას დიდი ბაბუა ჰაიმ მოშე შაპირა ისრაელის ყოფილი დეპუტატი და მინისტრი იყო, რომელიც ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერია. ის მძიმედ დაშავდა, როდესაც 1957 წელს ქნესეთის პლენუმის დარბაზში ყუმბარა შეაგდეს. ბავშვობაში ანერი წერდა მოთხრობებს, უკრავდა ფორტეპიანოზე, აკეთებდა ილუსტრაციებს. მოგვიანებით აღმოაჩინა სიყვარული რეპისა და ჰიპ-ჰოპის მიმართ, დაღუპვამდე მან შექმნა 5 სიმღერა, ერთი მათგანი მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. ანერი დაკრძალეს იერუსალიმის ჰერცილის მთაზე 13 ოქტომბერს. მას დარჩა დედა, მამა და 5 უმცროსი და-ძმა. ანერ შაპირას არასდროს უოცნებია გამხდარიყო ტრაგიკული გმირი. ის ცხოვრობდა და აბედნიერებდა გარშემომყოფებს და ამით თვითონაც ბედნიერდებოდა. ის გმირი იყო, გმირები კი არ კვდებიან. დიდება გმირებს.